კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა მელია. მოგესალმებით ყველას და გამარჯვება საქართველოს, გამარჯვება თქვენ, გამარჯვება კოალიცია ცვლილებისთვის, გამარჯვება 4 ნომერს, საარჩევნო ნომერ 4-ს. ყველას გვიხარია, რომ დღეს ჩვენ ხედავთ აქ ერთმანეთს, გვიხარია ხედავთ ამდენ ცვლილებისთვის გულანთებულ ადამიანს. გვიხარია ხედავდეთ ადამიანებს, რომლებსაც არა მხოლოდ გსურს და გჯერა, არამედ შევწევს ძალა შევცვალოთ და თქვენ დიახაც თქვენ და ჩვენ შევწევს ძალა შევცვალოთ. და რა განაპირობა ეს ძალა ხახნო? რა განაპირობა ეს წმენა, საიდან ეს ენერგია, რა განაპირობა ეს სულისკვეთება, ეს ბრძოლის უნარიანობა, ეს ჟინი, ეს შემართება, ეს мотиваცია, ეს ენთუზიაზმი, რა განაპირობა? და საკუთარი თავის შეგონება მხოლოდ? არა, რა თქმა უნდა. განაპირობა სიმართლე და ღირსება. სიმართლე და ღირსება. და საიდანაც გამომდინარეობს ძალიან დიდი მორალური უპირატესობა, რომელიც ამ ბრძოლაში არის უმნიშვნელოვანესი. როდესაც მეკითხებიან, ვისკენ ხარ, რას უჭერ ხარს, პირველ რიგში ვისი თქმაც მინდა, არის სიმართლისკენ ვართ და ღირსებისკენ ვართ. სიმართლე და ღირსება ამ ბრძოლაში არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. და აქ ყოფი და ასევე მინდა ვთქვა, რა შეიძლება განაპირობებინა ის, რომ დღეს ჩვენ გვჯერა და ვართ ამ ბრძოლაში ჩართულები. თითოეულ ჩვენგანს აქ და ასობით ათას კიდევ კოალიცია ცვლილებისთვის ხარდაჭერს და ამორჩევს. დიახაც, აბსოლუტურად ცივი გონებით ვამბობ, ასობით ათას კოალიცია ცვლილებისთვის ხარდაჭერს და ვისაც არ ჯერა ამის, რამდენიმე კვირაში დაწუნდება. ჩვენ ყველა სულ რაღაცა ერთი წამით წარმოვიდგინეთ საქართველო მომავალ წელს ცვლილებების გარეშე. მე შემდეგ წარმოვიდგინეთ შემდეგი წელი ცვლილებების გარეშე, შემდეგი წლის პერიოდი ცვლილებების გარეშე წარმოვიდგინეთ და თქვით, არა, ყველანი უნდა შევიდეთ ახლა და აქ ამ ბრძოლაში, ცვლილებების ბრძოლაში, ისტორიულ ბრძოლაში, შევიდეთ ბრძოლის შუაგულში, არა, ბრძოლის ავანგარდში, გავიმარჯვოთ და მოუტანოთ ცვლილებები მომავალ საქართველოს და მომავალ თაობებს. ჩვენ თქვით, ერთი წამით გადავიხედეთ მომავალში და ვთქვით, რომ ცვლილებების გარეშე საქართველო, დიახაც, ეს არ უნდა დაემართოს საქართველოს, ეს არ უნდა გადახდეს ქართულ სახელმწიფოს. მასასადამე თითოეული ჩვენგანი, თითოეული თქვენგანი ხარდაჭერები და ამორჩევლები კი არა ხართ კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო ნომერი 4-ის. არა, ეს დაკნინება იქნებოდა ასობით ათასი ადამიანის. თითოეული თქვენგანი ხართ ამ ცვლილებების პროცესის შემოქმედნი და ავტორები. რა განასხვავებს კოალიცია ცვლილებებს საარჩევნო ნომერ 4-ს სხვებისგან? ბევრი რამ, ძალიან ბევრი რამ. ხელისუფლება იბრძვის მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მაგრამ ამაოდ, თანაც ძალიან ამაოდ, არიან პოლიტიკოსები, რომელთაც სურთ ამ დაჭაობებული პოლიტიკური მოპირჭებული ხალხისთვის სისტემის არა შეცვლა, არამედ შეიძლება ჩანაცვლებაზეც ყაბულს ყოფილიყო, მაგრამ აქაც ძალიან ამაოდ, ეს არავის არ გამოუვა. და კოალიცია ცვლილებისთვის შეიქმნა და დაფუძნდა თქვენთან ერთად
ერთადერთი მისიით, ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მისიით, რომ ჩვენ შევცვალოთ ფუნდამენტურად ქართული პოლიტიკური სისტემა, გავატაროთ სისტემური ცვლილებები იმ პოლიტიკური სისტემისა, რომელიც სამწუხაროდ ყველა ხელისუფლებამ მხოლოდ გაუარესა. ჩვენ არ ვიბრძვით ამ პოლიტიკურ სისტემაში მოთამაშეების შეცვლისთვის. ჩვენ არ გსურს იმ პოლიტიკოსებიდან, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რომელიმეს ადგილი დავიკავოთ. არ გსურს. არც იმ პოლიტიკოსების ადგილის დაკავება გსურს, ვინც ამდაგმად პოლიტიკურ სისტემაში წარსულში იყვნენ ხელისუფლებაში. ჩვენ გვინდა კოალიცია ცვლილებები, ჩვენ ყველას ერთად შევცვალოთ პოლიტიკური სისტემა იმდაგვარად, რომ გაჩნდეს სივრცე ახალგაზრდა, მათ შორის რა თქმა უნდა გამოცდილი ადამიანებისთვის, კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის, პროფესიონალი ადამიანებისთვის. ჩვენ არ მოგწონს, საშინლად არ მოგწონს ერთი კაცის მმართველობა, არ მოგწონს ერთპარტიული მმართველობა. და ამას ჩვენ არ დაუშვებთ და კოალიცია ცვლილებისთვის არის ამისი გარანტი. მასასადამე რა გრჩება გამარჯვებისთვის. მათ შორის მაშინ, როდესაც ერთი ხელის გაწვდენაზეა ცვლილებები და გამარჯვება იმ არჩევანზეა, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა მოვიპოვოთ. ეს გარდაუვალია. ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე. ძვირფასებო, ყველანი არჩევნების დღეს, ან წინა დღეს, ყველანი უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ რეგისტრაციის მისამართებს, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს. კოალიცია ცვლილებისთვის არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელწოდება. თუ კი დააკვირდებოდით, მივხვდებოდით, რომ კოალიცია ცვლილებისთვის არის საქართველოს ისტორიის შემდეგი თავი და მისი სახელწოდება, როდესაც მრავალსუბიექტიანი, მრავალფეროვანი კოალიციით უნდა იმართებოდეს სახელმწიფო და არავის ასეთ შემთხვევაში აღარ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ხელში ჩაიგდოს მართვის სადავეები იმდაგვარად, როდესაც უმრავლესობა მოსახლეობის მას არ ეთანხმება. და ამ გზაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიაროთ და მოვიპოვოთ ცვლილებები, სადაც პოლიტიკოსი ჩათვლის, რომ ქვეყანა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი პარტია. მოვიპოვოთ ისეთი ცვლილებები თქვენთან ერთად, მეგობრებო, ახალგაზრდებო, მშობლებო, მოვიპოვოთ ისეთი ცვლილებები, სადაც ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის სხვებთან ერთად იმდაგვარად გარდაქმნის ეკონომიკას, რომ ეკონომიკა იმუშავებს ხალხზე და არა ხალხი მხოლოდ ეკონომიკაზე და იქიდან მერე ამონაგები, სიკეთეები ერთეულებზე გადანაწილდება. ჩვენ გსურს, რომ ქვეყანაში კრიზისიდან გამომდინარე არსებული ისტორიული შანსი, რაც პარადოქსია, გაჩნდა ასეთი შესაძლებლობა, ხელიდან არ გავუშვათ. ამას სჭირდება ერთადერთი რამ. მოვიკრიბოთ ძალა მიწიდან, ზეციდან, არ ვიცი, ყველა შინაგანი ძალა, რაც კი არსებობს და მივიდეთ 26 გამარჯვებისთვის. დიდი მადლობა, წარმატებები თქვენ, წარმატებები მომავალ საქართველოს, წარმატებები დამოუკიდებელ საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა.